მოგესალმებით ჩვენო ძვირფასი სტუმრებო, როგორც იცით, თქვენ უყურებთ გადაცემას SMS მიქსი ნატა გულიაშვილთან ერთად და დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს. მინდა წარმოგიდგინოთ სახალხო მკურნალი, ეზოთერიკი და პარაფსიქოლოგი ქალბატონი ცისნამი ქარაული. მოგესალმებით ქალბატონო ცისნამი და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მეც მოგესალმებით ჩემო კარგებო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და მზად ვარ რომ ძალიან კარგი შეკითხოს პასუხები. ძალიან მიხარია დღეს თქვენ რომ ჩვენი სტუმარი ხართ და ყველას ალბათ ძალიან აინტერესებს რა არის პარაფსიქოლოგია, ეზოთერიკა და აი ამის შესახებ რომ ვისაუბროთ უფრო ვრცლად. პირველი კითხვა მინდა გადმოვიდე, რომ აი ჩვენს მაყურებელს აუხსნათ, ბევრი არის დაინტერესებული ამით, რა არის პარაფსიქოლოგია და რას მოიცავს ეს? პარაფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება. არ არის ახალი მეცნიერება, ძალიან ძველი მეცნიერება, სხვათა შორის, რომელიც სწავლობს სამყაროს კანონზომიერებებს, მისი მოწყობის თეორიებს და რა როლი უჭირავს ადამიანს აი ამ მთლიანობაში. ადამიანი, როგორც ვიცით, ეს არის ეკოლოგიური ცენტრი, მას აქვს ენერგეტიკული ველი და მისი სხეული დამოკიდებულია ზუსტად აი ამ ენერგეტიკული ველის ჯანმრთელობაზე. თუ ჩემი სივრცობრივი ენერგია, ანუ აურა, ხშირად ვახსენებთ ამ სიტყვას, არის გასხივოსნებული, დაბალანსებული, ჩემი ხასიათების მიხედვით, ჩემი აზრების მიხედვით, მაშინ ჩემი სხეული და ჩვენი სხეული ყოველთვის არის ჯანმრთელი, ბედნიერი და ცხოვრებაც არის წარმატებული. პარაფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს დროულად აზროვნების მოწესრიგებას ადამიანში. აი რუსების ხმარობენ სიტყვას უჟეპარა, უკვე დროა. ფსიქიზმი და ფსიქიზმი ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის სიტყვა აზროვნება. პარაფსიქოლოგია, აი ზუსტი გაგებით ნიშნავს დროულად აზროვნების მომწესრიგებელი სპეციალისტი მეორე ადამიანისათვის. ანუ მოდის ადამიანი ჩემთან, რომელსაც არ ყავს დამკვალიანებელი, მასწავლებელი და მენდობა მე უკვე ვიცი სამყარო სად იწყება და სად თავდება და ვასწავლი, გადიან ჩემთან გაკვეთილებს, თეორიებს ვსწავლობთ და სწავლობენ ისინი ბედნიერად ცხოვრებას. ჯანმრთელდებიან და წარმატებულები ხდებიან. ძალიან კარგი, ძალიან მიხარია. ქალბატონო ცისნამი, მინდა გკითხოთ, რას ნიშნავს კარმა და კარმის თვისებები? დიახ. კარმა ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს მოწესრიგებული აქვს თავისი კარმა. ანუ მიზეშედეგობრიობის კანონს ეწოდება კარმა. თვით ჩვენი უფალი ამბობს, რომ თუ გულისკარს გამიღებთ, ამ კარმა თქვენ უნდა გაგიყვანოთ ბედნიერების შუქში. კარმა ნიშნავს პირდაპირი გაგებით მიზეშედეგობრიობის კანონს. რა მიზესაც გასცემს ადამიანის სამყაროში, ზუსტად იმას იმკის. სამყარო არის სარკისებური. რასაც ჩავძახებთ, მხოლოდ ის შემოდის ჩვენთან. სამწუხაროდ ადამიანებმა არიციან აზროვნება, მეტყველება, სურვილების დაფიქსირება, ოცნებები არ იცის ადამიანმა, იმდენად მოკლებულია აი ამ ჭეშმარიტ სწავლებებს და ამის გამო ჩამორჩენილი ადამიანის ცხოვრება ცოდნის დეფიციტის შედეგად. მე ვასწავლი მათ, პარალელურად იწმინდება კარმა, ანუ ისინი იწყებენ ახალი მიზეზების მიცემას მთელ სამყაროში და სამყაროც მგრძნობიარია მათ წინაშე და იწყება მათი სურვილების გამატერიალება, ანუ მატერიალიზდება ნებისმიერი სურვილი. როდესაც ადამიანი ზუსტად აფიქსირებს რა უნდა, რამდენი უნდა, როგორ უნდა, მაგალითად საქალბატონეო, ანუ დასაოჯახებელი გოგო გასათხოვარს არ ვამბობ ხოლმე, იმიტომ რომ ითხოვენ და დააბრუნებენ რაღაც არ მომწონს ეს სიტყვა, კაცი ამბობს ქალი გავათხოვე, ბიჭი ამბობს ქალი ვითხოვე. აი თხოვებაში შედის დროებითი მომენტი. მე ყოველთვის მიყვარს, როცა ვამბობ. და სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, საერთოდ სიტყვაზე მაქვს აგებული მთელი ჩემი მეცნიერება და ხშირად ვამბობ, რომ უნდა შეხვიდე ბედნიერ ქორწინებაში მამაკაცთან. გოგონა უკვე იწყებს ოცნებებს, წარმოსახავს თავის ჯვრის წერას, მერე ქორწილს, მერე უკვე რომ ფეხმძიმედ არის, უკვე რომ შვილი დაბადა და აი ეს ვიდეო მასალა, ესე რო ვთქვა მიწერენაზე, ფიქსირდება კოსმოსში, მთელ სივრცეში ამ ადამიანის კვანტებში, იწერება ასეთი ლამაზი ჩანაწერები და შედეგად მოდის ზუსტად ის ქმედებები, რასაც ადამიანი აქედან აფიქსირებს. აუცილებელია ვიზუალიზაცია. თუ არ წარმოსახა ადამიანმა მომავალი და არ
გააკეთა მისი წარმოსახვა, წარმოდგენა თვალებში, ისე სამყარო ვერ იგებს ამ ადამიანს რა უნდა. ანუ ეს ერთადერთი საიდუმლოა, სერიოზული საიდუმლო, რომელსაც ახლა მე გავამხელ, რომ წარმოსახვა, ანუ ვიზუალიზაცია აუცილებელია ნებისმიერი სურვილის მისაღებად სამყაროდან. ნებისმიერ სურვილს ჩვენ გვისრულებს მთელი სამყარო, ანუ ღმერთი, რომელსაც ადამიანი სწორად დააფიქსირებს. და აი ამ სწორად დაფიქსირებას უნდა პატარა გაკვეთილების გავლა და შემეცნება უნდა ამას, ანუ კარმა უნდა გაიწმინდოს ადამიანმა. ხშირად გვესმის, რომ მას მძიმე კარმა აქვს, სუბუქი კარმა აქვს, კარგი კარმა აქვს. კარმა ზუსტი გაგებით ნიშნავს მისეს შედეგის კანონს. ნებისმიერ დროს იწმინდება კარმა, რა დროსაც ადამიანი ერთი რელსიდან გადმოვა მეორე რელსზე, მისი მატარებელი და ახალი ცხოვრება შემოდის იმ ადამიანში. გასაგებია. რა იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას? ეხლა ძალიან მოდური გახდა მაგალითად სიტყვა ალერგია მაქვს, ანუ ალერგია, დიაბეტი, ნერვოზი, დეპრესია. როგორც მე პრაქტიკა მიჩვენა, ყველა დაავადება მოიტანა თვითონ ადამიანმა თავის თავზე. ნებისმიერი დაავადება ეს არის ხასიათი. ხასიათების არასწორი გამოყენება იწვევს ადამიანის ფიზიკური სხეულის დეგრადირებას, იმიტომ რომ ჩვენ გაგვაჩნია სხეულში მოლეკულებში ატომები, ატომებში ბრუნავენ ნეიტრონები და პროტონები თავიანთი ბირთვის გარშემო და როდესაც ადამიანის დაბალი ენერგეტიკული სარტყელი, ანუ ბიოველი, ანუ აურა დასუსტებულია თვითონ ავტორის ემოციებით, აგრესიებით, არასწორი ლოგიკით, გარე სარტყელი იმუნიტეტს კარგავს და შესაბამისად ფიზიკური სხეული, მასში არსებული კარგავს იმუნიტეტს და იწყება ორგანული დაავადებები. ამიტომ მე მოუწოდებდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანონ თავიანთი ხასიათები, ყოველი აზრი, ყოველი სიტყვა 650.000 აზრი ამოდის ერთ ადგილზე წავიკითხე და მე კიდე რამდენიმე ადგილზე ვნახე იგივე თეორია ადამიანის გონებიდან 24 საათის განმავლობაში. სულ აზროვნებს ადამიანი, არის მოაზროვნე აპარატი. ვერაფრით ვერ გაჩერდება. ხა ტიბეტში 1000 საშუალებებს იყენებენ, მედიტირებენ ტიბეტელი აღმოსავლეთის ლამები, რომ ოდნავ მაინც შეაჩერონ თავიანთი აზროვნება. მე მოუწოდებდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურ მკაცრ კონტროლზე აიყვანონ თავიანთი აზროვნება, რომ იყოს მათი ბიოველი, ანუ ემოციური სარტყელი იყოს დაბალანსებული და ადამიანის ფიზიკური სხეულიც იყოს აი ამ სარტყელში ბედნიერი და ჯანმრთელი. ყველა დაავადება აბსოლუტურად არის ხასიათი. თუ ხასიათების განკურნებას, ანუ აღზრდას დაიწყებს ადამიანი, მისი ფიზიკური სხეული მომენტალურად ჯანმრთელდება. მომენტალურად განუკურნებელი სენი ბუნებაში არ არსებობს. თავის ტვინი ხელმძღვანელობს ზურგისთვის, ზურგის ტვინი მთელს ნერვიულ სისტემას და ნერვები კიდე ყველა ორგანოს. ამიტომ ხასიათების აღზრდა ნათელი მომავლის პირობაა. მე ხშირად ვიყენებ ხოლმე ჩემს ლექციებზე ასეთ გამოთქმას, რომ ხასიათების აღზრდა ნათელი მომავლის პირობაა და ადამიანი მაშინ იმარჯვებს, როდესაც აზრებს გონი კარნახობს. აზრში გავლილი და ეგრევე სიტყვათ ნათქვამი და საქციელში აფეთქება და საქციელით გამომშხავნება აზრების არ შეიძლება. გონებამ უნდა უხელმძღვანელოს აზრებს. ქართული გამოთქმა, რომ 7-ჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. ჩვენ გვაქვს 7 სასიცოცხლო ენერგეტიკული არხი, რომელსაც ჩაკრებს ვეძახით და მთელი მსოფლიო ამ არხებს ჩაკრებით მოიხსენიებს. ეს არხები არის ბოლქვემის ძვალზე ბარძახთა შორის პირველი არხი მიწასთან კონტაქტი, ანუ საშემოსავლო არხი ქვია, ანუ მიწასთან მიწის არხია მატერიალური შემოსავლების არხი. მეორე არხი არის პატარა მუცელზე, სადაც გამრავლების არხი ქვია. მამაკაცებს აქ აქვთ პროსტატის ჯირკვალი და ქალბატონებს საკურთხეველ საშვილოსნო და
შემდეგ მოდის მზის წნული დიაფრაგმასა და ჭიბს შორის არის ადგილი, სადაც მზის წნულია. შემდეგ მოდის გულის არხი, გულის ჩაკრა, რომელიც გულს სიძარღვებს ხელმძღვანელობს. მერე არის ლოგიკის არხი, ყელზე მდებარეობს, ეს არის ფარისებრი ჯირკვალი და მესამე თვალი, წარბსა და წარბს შორის გონების თვალი, რომელიც აზროვნებას ხელმძღვანელობს ადამიანისას და ბოლოს მეშვიდე არის ყიფლი ბანდის ჩაკრა, ანუ არხი, რომელიც პირდაპირ კონტაქტში შევდივართ ღმერთთან. ამას მუსიკალური ნოტებიც კი არის ზუსტად 7 და ამ არხებს ესე უწოდებენ დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი. სი ენერგეტიკა ქვია კიდე ამ მეცნიერებას, ხშირად ამბობენ, რომ სი ენერგეტიკა, ანუ მეშვიდე ჩაკრით, სი ჩაკრით პირდაპირი კავშირი ცენტრთან, ანუ ღმერთთან და ვისაც ეს 7 არხი მოწესრიგებული აქვს, მოვლილი და ჯამთელი, ეს ადამიანი ყოველთვის არის სიშვიდეში, ანუ სიმშვიდეში, რუსულად ერთხელაც თქვი სხვა გადაცემაში, რუსულად ოჯახს ქვია სემია, 7 მეობა, 7 თავადი, 7 ბატონი და საერთოდ ამბობენ, რომ 7 ღმერთის ნიშანია, ციფრია. 7 დღე კვირაში, 7 მთავარ ანგელოზი, 7 ფერი აურაში, წამყვანი ფერები არის 7 ფერი. ბევრი რამე. გასაგებია. აზროვნებაში დაშვებული შეცდომები და მისი შედეგები. დიახ. ადამიანი გამუდმებით უნდა აკონტროლებდეს თავის აზრებს. როდესაც ის ნახავს, რომ მის თავში შემოდის ბოროტული, შურის მომგვრელი, იმედ გაცრუების აზრები, უიმედობა, ყოველთვის აიშოროს ეს ბაცილები ადამიანმა. მე მოუწოდებდი ადამიანებს, რომ მაქსიმალურ, ტოტალურ კონტროლზე აიყვანონ თავიანთი აზროვნება. იმიტომ რომ ადამიანი გამუდმებით იღებს სიგნალებს სხვადასხვა პლანეტებიდან, სხვადასხვა მზის სისტემებიდან, galaktikebidანაც, იმიტომ რომ ჩვენი დედამიწა არის ცოცხალი პლანეტა, სადაც ფიზიკური სხეულები სულთან ერთად გადიან აი ამ წუთის სოფელს და ამიტომ ჩვენი სული ეს არის მაგნიტური ველი, რომელთაც გამუდმებით ვიღებთ ჩვენ სიგნალებს და თუ ადამიანში შემოდის დამაქცეველი და გამანადგურებელი ფიქრები, მე მოუწოდებდი მათ, რომ მაქსიმალურ კონტროლზე აიყვანონ, რომ არ დაზიანდეს მათი ცხოვრება. მაგალითად ბავშვი წავიდა სადმე, დედაში მოდის აზრი, რომ წავიდა როგორ მივა იქ, დანიშნულების ადგილზე, რამე არ მოხდეს და ხშირად ფორიაქს იწყებს მშობელი, ანუ შიშის ენერგიას გამოსცემს და წეღანაც ვქვი, რომ ყოველი აზრი შობს მოქმედებას. ის შიშიც აზრია, ამიტომ შიშმა თავისი შედეგი რო არ მოიტანოს, ჯობია რომ ადამიანმა უკუაგდოს შიშის თუ უიმედობის აზრები და მხოლოდ და მხოლოდ რწმენით სავსე, სიყვარულით სავსე და ჯანმრთელი აზრებით სავსე იყოს ადამიანი. გასაგებია. პარაფსიქოლოგიაში ხშირად იყენებენ სიცოცხლის ხეს და აი რას ნიშნავს რომ აგვიხსნათ? აი ჩვენს ქართველებს გვაქვს სიცოცხლის ხე. და ქვია ყოლხები, კახელები, ხესურები, მესხები, ხეთები და ასე შემდეგ და სახეზეც გვაქვს სახე, ხერხემალი არის მთავარი საყრდენი ადამიანის, გვაქვს ხე, რაო, ხე, მალი, ხეშია ჩამალული, ანუ ზურგის ტვინი არის ჩამალული ხეში, ასეთი ფეხები, ორი ხით ვეხებით ფუძიდან დედამიწას ფეხები ქვია. არის ხელი. აი რამდენიმე ხესთან ასოცირდება ხესთან, დიახ. ხე არის სამი მდგომარეობა. ფესვები, თავარი ღერო და ნაყოფის მომცემი ადგილი, სადაც ჩვენ ნაყოფს ვკრებთ ხეზე. ჩვენს გაგვაჩნია სამი მდგომარეობა. რელიგიურად ეს არის მამა, ძე, ანუ თვითონ პიროვნება და სულიწმიდა დამაკავშირებელი სიყვარულის ენერგია მამასთან. მამა, ძე და სულიწმიდა ეს არის ზუსტად ხე. და ჩვენ იმიტომ ქვია ხეთები, რომ პირველებმა ქართველებმა მიაგნეს აი ამ უდიდეს საიდუმლო მდგომარეობას, რომ მათ თქვეს, რომ არსებობს ადგილი, სადაც ჩვენი ყოველი აზრი და სურვილი ფიქსირდება და მათ თქვეს, რომ ეს არის ღმერთი.
მე თქვეს რომ მეც ვარ ამ ღმერთის ქვედა ნაწილი და მიუმატეს თავის თავი. ორი ვერ იქნება თუ არ იქნება მესამე და დაუმატეს შუა ნაწილი. და სხვათა შორის ქართული მითოლოგიით ამას ქვია გიორგი. ზედა გი, ქვედა გი და ამ ორივე საერთიანებს გიორგი. ადრე გიორგი ქვემოთ და ზემოთ იწერებოდა და როგორც კი გვერდზე დაუწერეთ, უკვე დაიკარგა, რომ არსებობს გი ენერგია, არსებობს ქვედა გი ენერგია და ამ ორივეს აკავშირებს სულიწმინდა, ანუ დამაკავშირებელი ენერგია. აი ეს არის ხეთების, ადრე ხეთები ცხოვრობდნენ დასავლეთ საქართველოში, მერე იქიდან ნელ-ნელა გადმოვიდნენ ქალაქი მცხეთა ააშენეს და კიდეც დაარქვეს მცხეთას მირონ ცხებული ხეთა, ანუ მც ხეთა ნიშნავს მირონ ცხებულ ხეთას. ეს ქალაქი არის ხეთების სატახტო ქალაქი, ტრიალებს იქ ძალიან მაღალი ენერგეტიკული გერცები, მინდა გითხრათ. სვეტისხოველი არის ტაძარი მთელ საქართველოში ყველაზე მაღალი გერცების და მაღალი ენერგიის მატარებელი და იქ ნალოცავი და იქ დათებული სანთელი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ღირსეულია ყოველი ქართველისათვის. გასაგებია. ქალის როლი ოჯახში, აი ამის შესახებ რო გვესაუბროთ. თვითონ სიტყვა ქალი იყოფა ორ ნაწილად. ქალბატონო ნატა. ქართველი, ქართული, ქალი, ქარი და ასე შემდეგ. ქ და ა ნიშნავს ქრისტეს ანბანს. და მას ემატება ლი. ლი დაბოლოება არის სულიწმინდის ენერგია ქართულში. ანუ ქრისტეს ანბანი სულიწმინდის ენერგიით სავსეა, არის ქალი. პირველი კბილი ლს ნიშნავს ქვეცნობიერი, მეორე კბილი ნიშნავს ცნობიერი და მესამე კბილი არის ზეცნობიერი. თუ ადამიანი აი ამ სამ კბილს გააერთიანებს და მოაწესრიგებს წარსულს, ისწავლის მეტყველებას აწმყოში კარგად, ანუ აწმყოს გაისუფთავეს. შედეგად მივიღებთ მომავალს, ანუ მესამე კბილში გადავალთ. ეს სამივე კბილი რომ მოწესრიგდება, მივიღებთ შედეგს, სინთეზს. ქვეცნობიერი, ცნობიერი და ზეცნობიერის სინთეზი, ეს არის ქრისტეს ცნობიერება, ანუ ადამიანის უმაღლეს იოტა, უმაღლეს მდგომარეობაში ყოფნა. ანუ ქალი ნიშნავს დედამიწელ მდედრ ადამიანს, რომელსაც აქვს ქრისტეს ანბანი 60-ში. და მე მოუწოდებდი ქართველ ქალებს, დედებს, რომ ისინი იყვნენ ცნობიერში, დადგნენ უმაღლეს დონეზე, წაიკითხონ, მოიძიონ თავიანთი სამშობლოს, ანუ ამ შემთხვევაში საქართველოს ისტორია, ისწავლონ ქართველობა, ისწავლონ ქალურობა, თორე იქნებიან მარტო მდედრები, ისინი ვერ გახდებიან ქალი. ქალი ეს არის ოჯახში მთავარი რეგენტი, მთავარი მონაწილე, რომელსაც თავის მხრებითა და ხელებითა და გონებით უჭირავს ჭერი ოჯახის და ხშირად ამბობენ, რომ ქალი ეს არის მთავარი საყრდენი ოჯახში. ქალი არის დედა ბოძი, დედა ბურჯი, დედა კაცი, დედა ქალი. ქალი არის მთავარი წამყვანი. აღმოსავლეთში ამბობენ ტიბეტში, რომ ქალი ეს არის იდეა, კაცი არის რეალიზატორი. ამიტომ ქალის უმაღლეს იდეებზე არის აგებული კაცის მოქმედება და კაცის საქმიანობა და ქალს თუ ჩახშული აქვს იდეები, ოცნებები, მომავლის გეგმები არ აქვს და არ არის აქტიური ქალბატონი, მისი ოჯახი რაღაც ვატყობ ხოლმე, რომ ჩამორჩენილია წინსვლას და ამიტომ ქალს ბევრი რამე ევალება. ქალი შობს, ქალი ძუძუს აწოვებს, 9 თვე მუცლით ატარებს, ქალი ზრდის სამშობლოს სიყვარულით და კაცთმოყვარეობით შვილებს, ამიტომ ქალს დიდი როლი უჭირავს და მე საერთოდ ქალების მკურნალი ვარ, როდესაც კაცი ავად არის, მე ვეუბნები, რომ კარგი მოვიდეს მისი მეუღლე. მას უკვირს, როგორ კაცი ავად და მეუღლეს რა უნდა. აი თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სასწაული ენერგეტიკული ველი აქვს და ძალა აქვს ქალს. ქალს მკურნალო, ქალი გასხივოსნდება, იღვიძებს, ინფორმაციას იძენს და კაცი მომენტალურად, რაც არ უნდა დავადება ჭირდეს, კარგად არის. ამიტომ ქალი არის მთავარი საყრდენი ოჯახში. გასაგებია, ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალი მთავარია ოჯახში. და შემდეგ კაცები. დაიმახსოვროს ჩვენმა მაყურებელმა, ჩვენმა კაცებმა. და რა ხერხებს იყენებთ იმისთვის, რომ განკურნოთ ადამიანი? პირველ რიგში ვაკეთებ დიაგნოსტიკას მისი ხასიათებისას.
ეს არის ფსიქოანალიტიკა. ვეკითხები შეკითხვებს ვაძლევ, ის ასუხობს და ამის მიხედვით გადავარჩევ აი ამ შეკითხვების მიხედვით მის ფასეულობებს და არაფასეულობებს და ის რასაც არ ხვევს ჩვენ მუშაობთ ამ თემებზე, რომ თუ მოჭარბებული აქვს ცოტა შიშები, ცოტა ღვարձლი, ცოტა ამპარტავნობა, სიამაყე, უმადურობა ეს ისეთი ენერგიებია, რომელიც პირდაპირ ანადგურებს ადამიანების სიცოცხლო აი ამ გერცებს, ანუ ენერგიებს და უძლური ხდება გარე ბიოველი, ბიოსარტყელი და შესაბამისად ადამიანის სხეული ადეკვატური, აი მაშინვე იწყება ადამიანის ფიზიკური სხეულის დაავადება, როცა გარე ენერგიები დასუსტება. ინფორმაციის სახით ქალბატონო ნატა, მხოლოდ განათლების, ცოდნის საშუალებით ვახერხებ ადამიანების გააქტიურებას და გაძლიერებას. ნებისმიერი ორგანო თუ ადეკვატურია მისი ხასიათების წინაშე, ხო? როგორც კი ხასიათებს მოუწესრიგებ, ეს ორგანოები აღდგენას თვითონ აკეთებს თავის თავში. აი ეს ძალიან საოცრებაა. აი ძალიან კარგად გამომდის უშვილო ქალების კურნალობა. კი, უშვილობა ეს არის სერიოზული ხასიათების დარღვევა. ხშირად წავაწყდი ასეთ რამეს, რომ მას ჯერ ქმარი უყვარს და მერე ღმერთი. ჯერ მატერიალური უყვარს და მერე ღმერთი. სულ ვეუბნები, რომ ხალხო, ჯერ გვიყვარდეს მჩუქებელი, აი ამ ქმრის, აი ამ მატერიალურის და მერე ნაჩუქარი. ანუ მე ვარ სერგეი ნიკოლაევიჩ ლაზარევის მოსწავლე, ამ 25 წლის უკან შემთხვევით ჩამივარდა მისი წიგნი ერთ-ერთი და რომ წავიკითხე, აი მაშინ გადაფასდა აბსოლუტურად ჩემი ფასეულობები, დავალაგე რა იყო პირველადი გასათვალისწინებელი ცხოვრებაში და ფასეულობა და რა მეორადი და აი იმ წიგში მე ერთხელ წავაწყდი ასეთ რამეს, რომ ჯერ უნდა გიყვარდეს მჩუქებელი, ანუ ღმერთი და მერე მისგან ნაჩუქარი შედეგები, ხო? და ზუსტად ამ თეორიით მივდივარ ყოველთვის და აი ასე უწესრიგებ ადამიანებს კარმას და სხვათა შორის სერგეი ნიკოლაევიჩ ლაზარევი არის კარგი სპეციალისტი ლენინგრადში, მთელი პლანეტის შემიძლია ვთქვა, ალბათ გვირგვინია ეს პიროვნება, იმიტომ რომ ბესტსელერია მისი წიგნები, თვითონ მისი საავტორო გადაცემებიც ტელევიზორში დევს და ძალიან ხშირად მეხმარება, როდესაც მე ადამიანებს ვეუბნები, რომ აი მოусმინოთ, გავითვალისწინოთ მისი შეტყობინებები და მისი დიალოგი, მისი ცოდნა და მომენტალურად ხდება ადამიანებში გადაფასება იმ ფასეულობების, რომელიც მას წინა პლანზე ქონდა წამოწეული და ასე ადვილად ვახერხებ ძალიან ადამიანების გაბედნიერებას მათ. ფანტასტიკურია, ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი ნიჭი გაქვთ თქვენ ადამიანების გაბედნიერების და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი ყავთ განკურნებული. კი, ძალიან ბევრი ცნობილი, რომლებაც მოიარეს უამრავი კლინიკები, სპეციალისტები, მაგრამ ნერვოს, დეპრესიას, ეხლა ძალიან მოდურია ეს ორი დაავადება. ვიზად ნერვოზი არ აქვს, მე მგონი, რომ ის ალბათ აღარც არსებობს და ამიტომ ადვილი მიგნებები მაქვს, მე სწორი მიგნებები მაქვს ამ დაავადებების განსაკურნებლად და უამრავი ცნობილი ადამიანი მოხვდა ჩემთან და სულ რაღაც 3-4 სიაში მეტი არ ჭირდება ადამიანს, არც მაქვს ამდენი დრო. იმდენი ხალხია ირგვლივ, ეხლა მე ადამიანს ერთ ადამიანს 15 და 20 გაკვეთილი ჩაუტარო, ვერ გავწვდები ამდენ ხალხს და ამიტომ თავარია მე მივცე დავარდნილს ხოლმე სწორი მიმართულება. აი ესეთი ყავარჯენი წამოვაყენო ფეხზე და გავლით უკვე თვითონ მივა A პუნქტიდან B პუნქტში და ვასწავლი მას როგორ იაროს აი ამ ბედნიერების გზაზე. ამას ყველაფერს ვახერხებ მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციისა და განათლების ჩანაცვლებით. ჩვენ გვხდება ორი სახის ადამიანი, ნასწავლი და განათლებული. 2 და 3 ინსტიტუტი რო დაამთავროს, იქნება მხოლოდ ნასწავლი, მან ისწავლა თავისი თეორიები, თუ იურისტია, იურიდიული კონსულტაციები ისწავლა და თავისი სპეციალობა, თუ ექიმია და ფარმაცევტია, თავისი წამლების დასახელებები და ეს რაღაც მიმართულება ისწავლა, მაგრამ მან არ ისწავლა სამყაროს მთლიანი შემეცნება. ანუ არ მიიღო სიბრძნე და სიბრძნე არის განათლება.
სიტყვა ნათელი, სანთელი, უფალი, სამშინველი, ეს ყველაფერი რაღაც სინათლესთან არის დაკავშირებული. ამას წინათ ვაკვირდებოდი, რომ ოთახში რომ ბნელა, რა არის სიბნელე? სიბნელი არის სინათლის დეფიციტი. ხო, როგორც კი ნატურას ვანთებ, ეგრევე ეს სიბნელე სადღაც ქრება. ანუ ადამიანის სულში, ველში არსებული მინუს ფაზები, ანუ სიბნელე, არის სინათლის დეფიციტი. სინათლე ეს არის განათლება, ინფორმაცია, სიბზნეს მიღწეული ადამიანი ფლობს ამას და უნდა ავანთოთ ჩვენი სულის სინათლე, გავსხივოსდეთ, გავშუქდეთ და ბედნიერებაც შენ ხელშია. ძალიან მარტივია ეს ყველაფერი. თქვენ მუშაობთ მინერალებზე, რუნებზე და რა შეეხმარება ეს ადამიანებს? კი, დავიმატე ეს ორი მეცნიერება და ძალიან კარგად გამომივიდა სხვათა შორის, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ ეს დამხმარე ძალები, სანამ ისინი მთლად გაძლიერდებიან. თავიანთი მეგობრები ჭირდებათ, რომ მივაშველო ხოლმე და დღეს მე თქვენთან სტუდიაში მოვიტანე, მოვაბრძანე, ეს ცოცხალი ორგანიზმები არიან და ძალიან ადვილად ახერხებენ ადამიანების გაბედნიერებას. რომელიც მინდა ავღნიშნო, რომ მეც ქალბატონმა ცისნამი მაი ესეთი გამიკეთა ულამაზესი ხმები, რომელიც ესე იგი მინდა უთხრა ჩვენ მაყურებელს, რომ ეს არის ფულის ქვა და რაც ეს ხელზე მიკეთია, ნამდვილად ესე იგი დამეფიცება რომ ჩემს საფულეში ყოველთვის არის ფული და მე მგონი ნამდვილად თქვენი დამსახურება არის და ეს გადაცემებში თქვი რომ ეს არის ავანტურინი ესეთი ლამაზი მინერალური შემადგენლობა რომლის მიხედვითაც დოლარის ფერი გაკეთდა ის ნამდვილად ასე იყო და დღემდე დოლარი არ გადადის იმიტომ რომ არის მწვანე ფერი და არის მუდმივი შემოსავლებისა და მუდმივი არსებობის ფერი და ეს დანარჩენი გაგიკეთეთ ჩვენ თქვენი კონსტიტუციების მიხედვით გამოვიკვლიეთ ქალბატონო და თქვენი ცეცხლის ენერგეტიკა რამდენი იყო, ჰაერი, მიწა, წყალი, ამის ბაზა არსებობს. დიახ, მე ვიცი რომ თქვენ ბაზა და როცა შედის იქ დაბადების ზუსტი წელი, თვე და რიცხვი, სახელი, გვარი, ზუსტად გვაჩვენებს თუ ეს ადამიანი რო დაიბადა დედამიწაზე, რამდენი აქვს შემოსავლების ენერგეტიკა. 10 არის უმაღლესი ერთეული და ნულოვანი უმდაბლესი. ახლა თუ 10 აქვს ადამიანს მატერიალური ანუ მიწის ენერგია და აგერ ცეცხლი აქვს 0, აუცილებლად ცეცხლი უნდა ჩაუდოთ მის შემადგენლობაში, რომ სიცოცხლე მისცეს ამ მიწას, გააღვივოს, წყალი თუ დაბალია წყალი დაუწიოთ, რომ წყალი რწყავს მიწას, რომ მივიღოთ შემოსავლები, ხო? და ამიტომ ესეთი ტანდემი ხდება 4 ვესტის მიხედვით, აი ამ ამულეტის, აი ქართულად ქვია ავგაროზი, თილისმა, ავგაროზი, ავი თვალისგან დასაცავი, გოროზი, ბოროტი ადამიანისგან დასაცავი და კიდევ ყველაზე მთავარი ცუდი ძალებისგან დასაცავი ჩვენ რო ეშმაკებს ვეძახით, მათ ძალიან ეშინიათ მინერალების, იმიტომ მინერალებს ისეთი გამოსხივება აქვთ და ისეთი ენერგეტიკული ველი აქვთ, რომ ეს ფლუიდები, ეს ენერგეტიკული ველი ვეღარ ეკარება ადამიანს და ის ყოველთვის დაცეული არის სამყაროს უარყოფითი ძალებისაგან. დიახ, და მე ვიცი რომ თქვენ გაქვთ ბაზა სპეციალურად, სადაც აი ამის შესახებ რომ ჩვენ მაყურებელს ესაუბროთ და სადაც თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ დაბადების დღე, რიცხვი და წელი და იქ უკვე როგორც თქვი, აბსოლუტურად ამის გამოყენება და მისი დაბნევა ანყელზე და ანხელზე ყოვლად აკრძალული ყოფილა, მეც 1-5 წელი ამაში გავერკვია, იმიტომ რომ თუ არ იცის მან რომელი მინერალია მისი და რა უნდა ატაროს ესე სპონტანურად ამის გაკეთება ყოვლად აკრძალული. აი მაგალითად არის ვათისფერი კვარცი, რომელიც პირდაპირ ჰაერია. ჰაერი რო დაბალი აქვს ადამიანს, ესეთი ადამიანი არის ბრონხებით დაავადებული, აქვს ფარისებრი დაავადებული, ალერგიულია. აი ფარისებრი ჯირკვალი რატო ქვია? ფარი უნდა დადგას ადამიანმა, რომ ყველას ნათქვამ სიტყვებზე არ აიშალოს ნერვები. ადრე ომში ფარით ომობდნენ, ხო? აი ფარისებრი ძალიან საინტერესო რამ არის. ფარისებრი ჯირკვალს კურნავს. აგერ არის იისფერი
ჟადეიტი არაჩვეულებრივია ბედისა და იღბლის გახსნისთვის სხვათა შორის ნახეთ ჯერა სილამაზია როგორი ის ძალიან ლამაზია ისფერია თვითონ ეს ისფერია ეხლა ეს არის მაგალითად ორეული ხო ხელისამაგრი და ყელზე დასამაგრებელი აურაში წამყვანი ფერი ქალბატონო ნატა აქვს ისფერ ველს წამყვანი ფერი არის. აი, ია პირველი ამოდის მიწიდან და გადაწევს ხოლმე ამ თოლს და ამბობს, რომ აი მე მოვედი. ანუ ია ისფერია და ჩვენც ისფერი ველი არის აურაში წამყვანი. აი ეს რა ქვა არის? ეს ფულის ქვა ხო? მე ფულის ქვას ვეძახი. ეს არის ავანტურინი, რომელიც პატარა ახლა ეს ცოტა უხეშია და ვერ დაინახე. ესე იგი ის უნდა გავიკეთო ბევრი ფული რო. ეს არის ავანტურინი, რომელიც იგივე არის, რომელიც ესე არის საწყობილი როგორც ნივთი. აგერ არის ციტრინი. სხვათა შორის ციტრინი არის 2018 წლის ქვა, მინერალი. ციტრინი არის ოქროსფერი არის ეს ჭარბობდა 2018 წელი რომ დადგა ქალებს ეცვათ სულ მზინავი ოქროსფერი ტანსაცმელი და ციტრინი არის მოკლედ 2018 წლის წამყვანი მინერალური ქვა. აგერ არის ულამაზესი ქვა, როგორი სილამაზია და როგორი მომხიბვლელია, სუფთა ქალია. ნატურალური როგორი ეხმარება შუშისებური ულამაზესი ქვა. ეხმარება გოგონებს წარმატებაში, ბედნიერ ქორწინებაში, თუ უშვილოა და ჩვენ მათ ამ ჩემს მეგობრებს ვსჭირდება. გასათხოვებს. კი. აგერ არის მიქსი, სადაც თითქმის ყველანაირი ქვა არის. კი, ყველანაირი ქვა არის გაერთიანებული შიგ, ნახეთ რა სილამაზია. და სხვათა შორის ნელ-ნელა ვწმუნდები, რომ სერიოზული იმპულსები და დახმარებები აქვს ადამიანსგან. არ ვიცი ახლა ეს ადამიანების დიდ რწმენაზეა დამოკიდებული თუ რაზეა. აი გაიკეთა და გათხოვდა. დაიბნია და უმუშევრობა მუშაობა დაიწყო. უშვილო შვილი გააჩინა, ნერვოზი ქონდა და კარხასიაძე დადგა და სხვათა შორის ქალბატონო ნატა ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა უცხოეთიდან. დიახ. ამერიკიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, აგესაბერძნეთიდან ირგვლივ ჩვენი ქართველი ქალბატონები ხომ იცით როგორ წასულები არიან, ისე დეპრესიაში იყვნენ, ნერვოზულები, რაღაცა უიმედო მდგომარეობა, ყველანაირად ხომ მე მიკავშირდებიან Facebook-ის საშუალებით და ყველაფერს ვაკეთებ რომ მათ ხან ათესავებს მიაქვთ რომ გაუგზავნო და ხან მე თვითონ ვდებ ხოლმე ავტობუსზე და ვატან თურქეთში, საბერძნეთში და ახლომახლო ქვეყნებში და წერენ რომ თქვენ შეცვალეთ ჩვენი ცხოვრება, ჩემი ცხოვრება, თქვენ შეცვალეთ ჩემი ხვალინდელი დღე, მომეცით იმედები, მომეცით წისლები. ესე იგი მინდა რომ მგონია რომ უფრო მეც რო გავიკეთებ, უფრო მეტი ფული არის მაიორკა, არის ულამაზესი მინერალი, ახალი მინერალია, ერთი 10 წელია რაც ჩვენ სივრცეში გამოჩნდა, აი შეხედეთ რა სილამაზია. რა სილამაზია, ჩემო საყვარელო, აი შეხედეთ როგორი სილამაზია ერთი წუთით და მე მინდა ახლა აგერ ამოყვა შენ დაგიმზადეთ სპეციალურად შენობით გელაპარაკები ჩემი შვილის ტოლი ხარ დაგიმზადეთ 7 ჩაკრის გასააქტიურებელი ტურმალინი ასეთი ლამაზი სახელი ქვია ამ ულამაზეს მინერალს 3-4-5-6-7 სიმშვიდისთვის ბედნიერებისათვის წინ სულისთვის დიახ მატერიალური აქტივიზაციისათვის ესე იგი ხვალიდან მე ვხდები დღეიდან მილიონერი ოფიციალურად ხდება ამის წყალში ჩადება ნებისმიერი ნივთის როდესაც კეთდება ჩვენ გვყავს კომპეტენტური პიროვნებები ჩემი ასისტენტები რომლებიც ამას დამუხტავენ ისე წყალში იდება და ამბობენ რომ დაეჰაერის უზენა ესო სტიქიავ დღეის ამასიკი ჩემი ძალა და დიდება არ მოაკლო ნატას და აი ესე ჩადიან ეს 4 სტიქის გამოლოცვა და დამუხტავდება წყალში რამე თუ ჩვენ ვიცით რომ წყალი ეს არის სერიოზული გამტარი და სერიოზული მუხტის დამჭერი და მე გამწობი და აი მინდა რომ თქვენ ეს აი მარცხენა ხელზე 7 ჩაკრა დღეიდან სიმშვიდე ბედნიერება და უღრმესი მადლობა უღრმესი მე მინდა ჩვენს მაყურებელსაც დავანახო ფანტასტიკია ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად არ მოვიცილებ ხელიდან ყოველდღე მეკეთება და ვაღიარებ რომ რაც კი ეს ორი გავიკეთებ უმზადებ
დავუმზადებთ ამას წინათ პატარა კარადა გადმოვარდა ერთ ადგილას და ბავშვები დაზარალდნენ და დედამისი მიყვებოდა ბავშვს რომელიც ატარებს ამ თავის თილისმას და ისა რა ქვია რომ ვკითხე რომ შვილო შენ იქ ახლობ ხომ არ იდექიო და დედიკო მე ხო თილისმა მეკეთო მე იქ რა მიდოდა მე ხო დაცვალებაო და ისეთ რწმენაში არიან ბავშვებიც კი როდესაც უკეთებ ნამდვილად ეხლა ძალიან გახშირებულია ავი ბოროტი ძალები თარეშობენ ჩვენს პლანეტაზე და ოჯახებში და ადამიანებზე ისინი სერიოზულ პრობლემებს უქმნიან ადამიანებს ეს ფლუიდები ეს ჯერ ეშმაკებს ვეძახით და ამიტომ სერიოზულად ეშინიათ მათ და ახლოს არ ეკარებიან ვისაც უკეთია ავგაროზი ავი ძალებისგან ის დაცულია გოროზი თვალისგან და ადამიანებსაც აქვს შურის ბოღმის მე ვიღებდი ძალიან ხშირად თვალის სხვათა შორის და ძალიან სერიოზულად დარწმუნებული ვარ ეხლა აღარ ავიღებ და აღარ მომეკარება ავი თვალი ნამდვილად ძალიან ლამაზია იმიტომ კი არა რომ მე მოგართვით აი ძალიან ლამაზია და ძალიან კარგი და მე გაძლევთ პირობას რომ ყოველდღე მეკეთება ყოველთვის არ მოვიშორებ მე მოვიტანე დღეს არ ვიცი თქვენ შეამჩნიეთ თუ არა აი ესეთი ულამაზესი ჯამი ქვია ქართულად რატომაც არა სადაც 5 ძირითადი მინერალის ნატეხი აი ოფიციალურად ესეთი ნატეხი დევს აი ნახეთ რა ლამაზია ამეთვისტოს დიახ და აი ამ 5 მინერალურ ქვაში დამუხტული წყალი 3 საათი იმუხტება ესე წყალში ეს მინერალები და ვინც ამის ნაყენს დალევს ანუ იშოვება იყიდება ეს მინერალები მას უკრება ჭამის მადა თქვენ ძალიან ცნობილი არის და მე შესაძლებ უნდა ამაზე ვიზრუნებ გალბატონო ნატარო თქვენ გქონდეთ მოგართვევთ აი ამ 5 სახეობის მინერალს და თქვენ დააყენებთ ხოლმე და საერთოდ გაგიქრებათ ჭამის მადა იმიტომ რომ ამისი ენერგეტიკული პოტენციალი ისე აწყურებს ადამიანს რომ აი ეს მძიმე საჭმელი მას აღარ ჭირდება ეზიზღება პირდაპირ ახლოს ვეღარ ეკარება ამიტომ თქვენ ჩათვალეთ რომ ერთ თვეში იქნებით ესე იგი შესანიშნავ ფორმაში დიახ ძალიან გამიხარდა წყალი უნდა დაგიოთ მისი ნაყენი წყალი დიახ ამის შესახებ მე მსმენია ძალიან ბევრმა მითხრა თქვენზე რომ აი ესეთი ქვებისგან მინერალებისგან ამზადებთ ამ სასმის და მე ძალიან მიხარია და აუცილებლად ესე იგი ანუ რო არ დავაბნიოთ მაყურებელი სასმის მე არ ვამზადებ ჩემო ძვირფასო მე ვაძლევ მინერალებს და თვითონ აყენებენ და თვითონ ამზადებენ სასმელ წყალს და თვითონ სვავენ გასაგებია ისე ძალიან მარტივი ხერხია ძალიან მარტივი ეს უბრალოდ მეკითხებია რომ აი მზე როცა არ არის როგორ დავმუხტოთ არა უშავს მზე ღრუბლების ზემოთ მაინც არის ფანჯარაზე იდება ეს 3 საათის განმავლობაში და მე სვავს ადამიანი წინა დღეს დავმუხტავს მეორე დღეს დალევს თვითონ ნახავენ როგორ მადა გაუქრება ფანტასტიურია ესე იგი და ასევე მინდა შეგეკითხოთ შემოსავლების აი ეს როგორ უნდა აი რომელი ქვარია ეს შემოსავლების ხომ და როგორ უნდა გააკეთოს ისე ადამიანმა რომ კონდეს უფრო მეტი შემოსავალი ვიდრე აქვს დიახ ძალიან კარგი შეკითხვა აგერ მე მინდა ახლა ხელს მიყურებ და ახლა მინერალი დავწია ხელში ერთი შეხედეთ რა სილამაზეა დიახ ძალიან ისე არის და არ ვიცი დამზადებული რამოდენიმე ფერი აი ამ მინერალში 4 ვესტეკია ისა რა ქვია თვითონ მინერალური ქვაფლობს 4 ვესტეკიას და ქვია ცოიზიტი ცოიზიტის მინერალი რომელიც იზიდავს შემოსავლებს ჩვენ ამას ხან თითოცას ვუდებთ დანარჩენ თავის ოფიციალურ ამულეთში და ეს ერთ-ერთი მეორე მომენტი მაქვს ესეთი ვეძახი მე მას ფულის სახლს ფულის ქისას ეხლა მე დაბლა დავდე ადაბნეულიყო ჩემი მაყურებელი ესეთი ლამაზი ქისას უსურვებდი ქართველ და საერთოდ ვინც უყურებს რა მნიშვნელობა ქართული ოჯახია თუ არა ქართველი ჩემ საქართველოში ვინც ცხოვრობს ყველა მინდა რომ მდიდარი და ბედნიერი იყოს იმიტომ რომ ჩვენ ფული გვეძლება ჩემო საყვარელო მხოლოდ
ადამიანების საშუალებით. ჩემს ირგვლივ თუ არ იქნება ჩემზე მდიდარი ადამიანი, მაშინ მე არ მინდა ესეთი სიმდიდრე. და მე ამის მეცნიერი ვარ, რომ აი გავამდიდროს ხვები. სულ მეკითხები რა უცნაური ხარ, როგორ გინდა რომ ყველა იყოს ბედნიერი და წარმატებული. ნამდვილად მინდა, იმიტომ რომ თუ შენ არ იქნები მდიდარი, მე ამაში ვინ გადამეხდის ფულს და ვინ შემიკვეთავს. ამიტომ მე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი მდიდარი და წარმატებული ადამიანი გყავდეს ირგვლივ ჯანმრთელი. მე 4 შვილი მყავს და ჩემი შვილები რომ მეგობრობენ თავიანთ მეგობრებთან ის ადამიანებიც უნდა იყვნენ დიდარ ოჯახში და წარმატებული და ჯანმრთელი რომ მე შური არ წარმოიშვას და ამიტომ აი ესეთ უსურვებდი და მოუწოდებდი ქართველ დიასახლისებს საქართველოში მცხოვრებ ქალბატონებს რომ თავიანთი ხელით შეკერონ აი ესეთი მწვანე უნდა იყოს იმიტომ შემოსავლების ენერგია მხოლოდ და მხოლოდ მწვანეა ბალახი მწვანეა ფოთოლი და ჩვენს პლანეტას ქვია ზელიონაია პლანეტა მწვანე პლანეტა ესეთი ლამაზი პლანეტა ამბობ რომ გალაქტიკებში არ არსებობს და მზის სისტემებში. ამიტომ მწვანე სიმწვანეს მიყავს აქ პარადი, მოკლედ. ესეთი თავიანთი ხელით, კვირისთვის, არანაირი მანქანით, უნდა ხელით იყოს ეს ამოკერილი, ესე ლამაზად იშრომოს, რომ რამდენ ნემს გაუყრის, იმდენი ბედნიერება, წარმატება თვითონვე დააპროგრამოს თავისი ქისა, აქარგოს ასე რა თქმა უნდა, მე აიღოს რამდენიმე წარმატებული მინერალური ქვა და ლამაზად დააბნიოს, მოაკეროს ზედ, გაუყაროს ეს ლამაზი ტისანკა და ჩადოს დაიწყოს მასში ფულის ჩაყრა და ეს არის ფულის თესლი, ანუ ჩაიდოს ფულის თესლი, ფულის სახლი. მე თუ სახლი არა მაქვს, გავიყინები და ეული ვიქნები. ფულს თავისი სახლი თუ არა აქვს და თავისი წასასვლელი ადგილი თუ არა აქვს, არ მოდის ადამიანების ოჯახში ეს. ნუ დაიწყოს 50 თეთრი, 1 ლარი, მე 5 ლარი, მე 10 ლარი, ვისაც როგორ შეუძლია. არასოდეს არ დათვალოს. ყოველთვის კონდეს ესე ხელს რომ მოკიდებს, აი ნელ-ნელა ივსება და ოჯახის ფუძის ანგელოზმა რო იცის და ფულის ანგელოზმა რო იცის, რომ ფულის თესლი საჭიროა, რომ უფრო და უფრო მეტი დაითესოს და აი ამ ქისაში მეტი ჩაიგდოს ამ სახლში. ოჯახში სასწაულები ხდება. აი ქალი მეუბნება, რომ რაც არა მაქვს, რა ჩავაგდო. მე მეუბნებ, რომ შენ შეკერე და რომ უკვე ეს იქნება, მე ფულიც მოვა, იმიტომ რომ ფულმა თავი ხო უნდა იქნოს კომფორტულად. ეს მისი სახლია და მხოლოდ ფული უნდა მოვიდეს და ფული უნდა ჩავიდეს შიგ, ხო? აქ კენჭებს ვერ ჩაყრე. ამიტომ თავისი ხელით შეკერონ, მოკარგონ ლამაზ-ლამაზი მინერალური იმინერალებით, რომლებიც მაინდა-მაინც ფულს იზიდავს სამყაროდან. მე ამაში გავუწევ რეკომენდაციას თუ დამიკავშირდებიან. მწვანე ქვა, რომელიც ფულის ქვა არის. ესეთი ლამაზად. დაჭირდება ფული. ამას მე ვეძახი ჩემს პირად ბანკს. მე გამაჩნია ჩემი პირადი ბანკი. თუ ფული მჭირდება, არასოდეს არ ვფიქრობ იმაზე, ვაიმე ვისგან ვისესხო, ვის გამოვართვა ფული. მე ჩემი პირადი ბანკი გამაჩნია. ამოვიღებ აქედან 300 ლარს, ხოლო შევპირდები, რომ მე ზუსტად 2 კვირაში, რომელსაც მივცემდი მეზობელს ან მეგობარს იმ რომ ვისესხებდი 300 ლარს, უნდა დაუბრუნო იქ. ამიტომ ამ 300 ლარს უკან დავაბრუნებ ამაში. თუ სამოგზაუროდ მივდივარ, მაშინ უკვე ამოვიღებ და გამოვიყენებ. ანუ თუ სესხულობ, უკან ვაბრუნებ, თუ ჩემთვის უნდა გამოვიყენო და ოჯახისთვის იმას აღარ ვაბრუნებ. პირიქით კიდევ და კიდევ ვამატებ და ეს იმხელა იმპულს იძლევა. ეხლა ალბათ ფსიქოლოგიური მომენტიც არის, რომ იცი. დიახ, ეს არის იმედი. სულ ვეუბნები, რომ შენ იმედს ნუ ამოიწურა ბოლომდე, ნუ გამოხარჯავ იმ შეს ბოლო 10 დოლარს თუ 100 ლარს თუ 50 ლარს, ხო? არ შეიძლება დაიტოვე იმედად. ერთი პერიოდი მე ვკითხულობდი, ესეთი კარგი ქალბატონია ლუიზა ხეი, ასეთი ამერიკელი მეცნიერი, მკურნალი, აფირმაციების დედოფალს ეძახიან მას, აფირმაცია ნიშნავს ჯანსაღ გამართულ წინადადებას, ქვია აფირმაცია. მაგალითად, მე წარმატებული და ბედნიერი ვარ. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანს. ეს არის ულამაზესი აფირმაცია, რომელიც ტრანსფორმაციაში წავიდა და უნდა დაფიქსირდეს ცენტრში, რომ მიიღოს ჩემი შეტყობინება სამყაროს მეუფემ, ღმერთმა, რომ დედამიწიდან ადამიანი აცხადებს, რომ ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ უჩანს. ბედნიერება უნდა გამოაგზავნოს ძალიან ბევრი და უსაზღვრო იქნება ეს ბედნიერება. ეს ქალბატონი მე მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე, მისი ისეთი ლამაზად ჟღერს ლუიზა ხეი, ასეთი სახელი და გვარი და ერთხელ ამოვიკითხე მე მის წიგნში ასეთი რამე, რომ გოგონა
ნადრევ ასაკში დაობლდა, ეს იყო 8 წლის. 14-15 წლის რო იყო უკვე მამაც უკვდებოდა და მამა რომ ტოვებდა ობოლ ბავშვს ძალიან გულისწყდებოდა და ასეთი რამ მოიფიქრა მამამ. ხის медаლიონი ჩამოკიდა გოგონას ყელზე და უთხრა რომ შვილო, მე შენ გიტოვებ ძალიან დიდ ბრილიანტის ქვას და ხოლოდ არ გატეხო ეს ხის медаლიონი და არ გადმოიღო ის გასაყიდად. როდესაც ყველაზე მაგრად გაგიჭირდება, მხოლოდ მაშინ გამოიყენე ეს ქვა. გოგონა წამოიზარდა, ჯერ კოლეჯი დაამთავრა, პარალელურად მუშაობდა კაფეებში ჭურჭლის ბრეცხავად. რამდენჯერ გაუჭირდა და ხელს რომ წავლებდა ხოლმე, ამბობდა არა, იქნებ უფრო მეტად გამიჭირდეს და ასე. მე ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩააბარა, იქ დიდი მაგნატის შვილი, ფერმერის შვილი გაიცნო, გაყვამ ბიჭცოლად, 3 შვილი, მილიონერები უკვე კარგი ოჯახი და ერთხელაც განიზრახა რომ გატეხოს ეს ხის медаლიონი და ბოლოს ნახა რომ ამ ღარიბმა და ღატაკმა მამამ განასადიშოვა ასეთი ბრილიანტის ძვირადღირებული ქვა, რომელიც მას დაუტოვა, მიიტანა ოქრომ ჭედელთან და სთხოვა რომ ამოეღოთ იქედან ეს ქვა და მე ხშირად ვუყვები ხოლმე ჩემს მსმენელებს ამ ამბავს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მგრძნობიარია ეს ყველასთვის და იქიდან გადმოვარდა პატარა შუშის ნატეხი. და ოქრომ ჭედელმა უთხრა რომ ქალბატონო, მე ასეთი იაფასიანი ქვა ჯერ ხელში ამჭერია. ქალმა კი უთხრა, არა ბატონო, თქვენ ასეთი ძვირადღირებული ქვა თქვენ ჯერ ხელში აღჭერიათ, იმიტომ რომ ამ ქვას ქვია იმედი. აი ეს არის იმედი. იმედი ყოველდღე უნდა ღვივდებოდეს, ყოველდღე უნდა იფსებოდეს. ადამიანი იმედით უნდა ცოცხლობდეს. ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს, რომ როდესაც გააგზავნით კოსმოსში, ანუ სამყაროში, რაიმე სურვილს დააფიქსირებთ, ნუ გააყოლებთ იქ ეჭვის ან უიმედობის ენერგიას, ხო? აი არის ქირი, თქვათ ადამიანი და ვეუბნები, რომ თქვი რომ ღმერთო, მე ვგრძნობ და განწყობილი ვარ, რომ თითქოს სახლი მაქვს, აი ჩემი სახლი. ეს სახლი იცი როგორია, ღმერთო? ასეთია, 3 ოთახიანი. აგერ ამ მონაკვეთში სამზარეულო მაქვს. აი აქ 2 საძინებელი, აი აქ მისაღები, აი ჩვენ როგორ მოვდივართ, როგორ შეგიფასეთ, როგორი კარგია, ნახე უკვე ბინა გაქვს, რა ბედნიერება, რამდენი ილოცე, რამდენი ისურვე, შეგისრულა ღმერთმა. მოდი დაიწყე ამაზე როგორც ვიზუალიზაცია, ესე ოცნება, ასე გააგზავნე სამყაროში რომ მე ასე მაქვს, ასე ავაშენებ, ესე გავაკეთებ. ხოლოდ არ გააყოლოთ მას ეჭვის ან შიშის ენერგია, იმიტომ რომ ეჭვი და შიშის ენერგია ისეთი დიდი ეგრეგორია, ანუ ისეთი დიდი ძალაა ჩვენს პლანეტაზე, ძალიან დიდი ხანია ხალხი ცხოვრობს შიშის ქვეშ. აი ახლა 2012 წლიდან ჩვენ გადავედით მერწყულის ეპოქაში და ასრულდა ადამიანების მუდმივი ლოცვა, რომ შემიწყალე თურმე ნიშნავს წყლის ეპოქამდე, ანუ მერწყულის ეპოქამდე როგორმე მიგვაღწევინეო და 2012 წლის 21 დეკემბერს საღამოს პლანეტარული დროით 21 საათსა და 11 წუთზე ზუსტად ჩვენი პორტალი გაიხსნა და ჩვენ გადავედით მერწყულის ეპოქაში. ეს ეპოქა პირდება ადამიანებს ბედნიერებას, წარმატებებს. ეპოქა მოიცავს გონების გასხივოსნებას, ანუ შემიწყალო, ცოდნის ეპოქა მოვიდა. ცოდნა და ამიტომ ყველა ადამიანს მართებს ქალბატონო ნატა ეხლა რომ გამოვიდნენ იმ ჭუპრიდან, იმ ამას ერთად ვამბობდი, სალვადორ დალის კვერცხიდან ერთი ხელია გამოწეული, მისი ნახატი იცით თქვენ და უკვე თავიც უჩას. აი სულ ვამბობ, გადმოვიდეთ აი ამ ნაჭუჭიდან, გადმოვიდეთ და გავახილოთ თვალები და შევხედოთ სასტა თქვათ, რომ всё, მე გავიღვიძე, მე გავნათლდი, მე დავეუფლე ცოდნას, საჭირო ცოდნას, რომელიც გამიყვანს გვირაბის ბოლოში, მზის შუქში, იმიტომ რომ ჩვენ რო გავდივართ დასავლეთის გვირაბს, რომ ვიდივართ ხოლმე დასავლეთ საქართველოში, ყოველთვის ვიცით, რომ აი ამ გვირაბის ბოლოში მზე გველოდება, სინათლე იქნება და მოუწოდება ადამიანებს, რომ გასხივოსდნენ, განვითარდნენ, გააღონ გულის კარი და კარმაც გაეწმინდებათ, ასეთი
ძალიან საინტერესო საუბრობთ ქალბატონო ცისნამი, მე შემიძლია ალბათ ერთი 5 დღე გისმინოთ. დიდი მადლობა, ფანტასტიკურად საუბრობთ. ყავთ არაჩვეულებრივი მსმენელი გორის თრიალეთი თბილისში თქვენად მთელი საქართველო გვიყურებს. ხო არა და აი ისე მიხარია ეხლა რომ ჩემ ქართველ ქალებს ესეთ ცოტა ესეთი სიტყვა დატანჯულებს და დათრგუნულებს მივაწვდინე ხმა და პატარა ის შემოვიტანე წვლილი რომ იმპულსები იმედის მირჩავულერგეთ მე რაც ძალიან მახარებს და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოგზანებისთვის იმ ლამაზი სიტყვებისთვის იმ იმედისთვის რაც ჩვენ საზოგადოებას მიეცით და მე მგონი ყველაფერი შესაძლებელია ადამიანი იმედით ცოცხლობს ასევე ძალიან მიხარია რომ აი ეს ნატურალური ქვები გვეხმარება ბედნიერების მოტანაში პრაქტიკა მაჩვენა და მე ამის მაგალითი ვარ რომ ეს არის აღზევება აი ნულოვანი ენერგიები და ხდება უმაღლეს ენერგიის გერცებამდე ასვლა და ადამიანები სასწაულებს ეუფლებიან და გაიღვიძონ თქვენ მაყურებელს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ მე პირადად გაგიცანით და ესეთ საოცარი საჩუქრები მივიღეთ თქვენგან და ყველაფერი საუკეთესო მინდა გისურვოთ და ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებთ რომ ჩემი გადაცემის სტუმარი გახდათ პარაფსიქოლოგი და ეზოთერიკი ქალბატონი ცისნამი ქარაული, მე კი მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.